ბავშვებს ჭირდებათ წამალი, დაგიმარცხოთ, ბავშვებს ჭირდებათ წამალი. ამაზე მარტივი გასაგები რა უნდა იყოს და თან როგორი შემზარავია, რომ 3 თვეზე მეტია მშობლები ითხოვენ ბავშვებისთვის წამლებს და ყურსაც კი არის ბერტყავს არა უნდა. პოლიციის კორდონი დააყენეს კანცელარიასთან ბავშვებს, რომლის სიცოცხლეც აი ამ წამალზეა დამოკიდებული რა. არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. შაბათს არის ამ თემასთან დაკავშირებით მარში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. ამ მართლა უსამშობლოებს და უსისხლოებს უნდა მოვთხოვოთ, რომ როგორმე გამოყონ ეს ფული და დააფინანსონ ბავშვების კურნალობა. ელემენტარული წამლები დაუფინანსონ, ხო? ბავშვების სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ და რავი, აი კორდონს რო დაახვედრებ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვს. მაგის მერე რაზე გინდა საერთოდ, რომ კომენტარი გააკეთო, უბრალოდ ბოროტების მასშტაბი არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ სიტყვებითაც კი ვერ გადმოსცემ ამ ყველაფერს.